კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღე კონცერტით აღინიშნა. საღამოში მონაწილეობას იღებდნენ ქორეოგრაფიული, საესტრადო, ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. ღონისძიებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებმაც აღნიშნულ კონცერტში საკუთარი შესაძლებლობები აჩვენეს და დღეს მეტი მხიარულება და შინაარსი შესძინეს. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 3 დეკემბერს აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეთ. დღევანდელ დღეს, როგორც თქვი და კიდევ გავიმეორებ, აღნიშნე მადლობას ვუხდი კულტურის სცენს დღევანდელი დღის ორგანიზებისთვის. შიშუმა პირების მხარდაჭერა ეს არის არა მხოლოდ ვალდებულება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ადამიანობა და რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან, ჩვენი მუნიციპალიტეტის მხრიდან ყოველთვის გამოვთქვათ მზადყოფნას მხარდაჭერისთვის. დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საერთაშორისო უფლებების დღეა. მე დღეს გავაჟღერე ის, რომ მოვითხოვე ოზურგეთში, რომ აირჩიე შიშუმუ პირის მრჩეველი, რომელიც ეს პატარ-პატარა პრობლემები კარა მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ არის დაკროვილი გამოწვევები და მერმა განიხილოს და მივიტანოთ მთავრობამდე და იყოს ისე, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, მეტი ადაპტირება, მეტი ჩართულობა შიშუმუ პირების, რა თქმა უნდა და მე მინდა რომ ყველა ბავშვი იყოს ბედნიერი, ჯამრთელი და ლაღი, მაგრამ არის გამოწვევები, რომელიც არის მისახედი და ბატონმა პაატა კუნჭულიამ დაგვირდა, რომ ეს ყველაფერი მოგვარდება. მადლობელი ვარ ამ ულამაზესი ღონისძიების მოწყობისთვის, ამ ულამაზესი დღისთვის. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგველახა, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს. დავინახეთ ძალიან ჭკვიანები, კარგები, მოტივირებულები, რომლებიც ხალისიანად ბღერიან, ცეკვავენ, აზროვნებენ და მე მინდა მათ კარგად ყოფნა და ჯანმრთელობა უსურო ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს.